ამდენ ხასაც გაგიხარდება და მე ყველა ადამიანს ასოცირებს ის უსულებს და თეთრ ასევე გისულებს. შენი ოჯახი, შენი კაი ხალხი, ვის გავადია საზმაგაცოს ოჯახი და ყველაფერს დაგლოცო. ძალიან გამეხარდა, მაგრამ ეს თანახმობა ისეთი პილათავა რა და ეს ჩემთვისაც დიდი საოცრებაა და ღმერთმა გაგინახა. რა გულითაც მე გადღებდები, იმ გულითაც შემოდაც გაუმარჯვა და ღმერთმა გამარჯვებული გახდა. აი ხარ, დიდი მადლობა. რა ლამაზი ადგილია რა. ისე მიწოდება იქაც. ძალიან ადგილია მაგრამ. არ არის წესი. ეს გვარი ხო გავიგე მაგრამ ფერაგვარი ხარ. ფერაგვარი ხარ. ბურუსი. ვასო ნახე ბურუსი ტბაში რა ლამაზად არის ჩაწოლილი. ეხლა არის 3 ოქტომბერი. საკმაოდ ცივა უკვე რა. აი ხელები მეყინება და ისე ცივა. აგერ ბატონი აკაკი 52 წლის იყო წყალში ჩასული 20 წუთი მაინც ბანაობდა. ეხლა უნდა ირბინოს ხაშურამდე. ხო, რაგვარი არის ის მაღალი არა. რაგვარია ეს? ვიღაცას რაღაც მინის მოსავარად რო იყო შესულია. პატრონო გამოვიდა და რო. ეგ არის. ბატონო აკაკი რამე იმას რჩევას ხო არ მისცევთ ახალგაზრდებს ვარჯიშთან დაკავშირებით რამეს? როგორ არ მისცევა? ივარჯიშონ ჯანმრთელი ცხოვრების ეს ცხოვრონ არ მოწიონ, ბევრი არ დალიონ, ნარკოტიკებს არ გაეკარონ. რეჟიმული ჯანმრთელი ცხოვრებით იცხოვრონ. ხერხაც იო ურჩიონ. აი ხარ იგი. თქვენ ხა ბავშვობიდან ესე ინტენსიურად აკეთებთ ესე სიცივეში რაღაცა წყალში ჩასულა და თუ ოი დავიწყე ბავშვობიდან რომ დავდიოდი ცურვაზე უსტობაზე არ ვბოდი ხოლმე და ზამთარზე ხო ცურავდი. მე უკვე ზამთარში წაიასე დავბივარ. ეხლა რამდენი იქნება ტემპერატურა ნედა? ცივა რა, 0 გრადუსი არ იქნება. 0 არ იქნება, მაგრამ რა 2-3 იქ. ზამთარში მარტო ფერჩატკები მაგ თორე 100 ვარ ზამთარში. აქ რო ამორბივა. ფერჩატკები მაგ. ტანზე არ იცმევ არაფერს, ხო? არ მოწია 100 ამორბივა. ნებისმიერ ქარი თუთო წვიმა უფრო წვიმაში უფრო ის არის. სიცოცხლე. ნიტრიატი ხო? თოლში არ შრავი თოლი რომ არ სვერდები. და უფრო მცია მოგვს. ძალიან კარგი. ჯვარი. ლამაზესი ადგილი. აქედან საიდან არის ასასული, ფეხით ასასული. აქედანაც არის, იქედანაც არის. ჩვენ ამოვედით აქ საკეიფოთ. აი საწყალო კურდღელო რა დღეგელზე. ტყუილა ჭამაკ ბალახს ტყუილა მაინც უნდა წაგძრეს თავი. მაინც წამოვიღე ჩემი ტოფი. აქ დაბლა ანკესი გვაქვს გადაგდებული. მაგრამ ისე ცივა არაფერი აქ არ მოვა. საერთოდ. აქეთ ცეცხლი ინდება. და მოვამზადოთ
ხანში მზად კვერცხალი ჩემი მამიდაშვილი დავით ციქუბაძე ყოფილი ჯარისკაცი წოდებით ვიცე-პოლკოვნიკი შტატი ბატალიონის ბატალიონის მეთაური და აბა ძალიან მაგარი იქნებოდა ლეგიონერებო თქვენც რო აქ იყოთ მაგრამ იმედია შემდეგისთვის და ვიცი ღვთისწყალობით თუ ყველაფერი კარგად იქნება მომავალი წინ არის და ამ მოვალ და ამ ულამაზეს ადგილს ერთად ვესტუმრებით ასეთი იყო ჩემი პატარა რეპორტაჟი ამ ულამაზესი ადგილიდან და აბა კარგად იყავით გემშვიდობებით მაგა